ტელეკომპანია იმედი საკუთარ ბანკს ქმნის. ეს კი მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა არხი დაასანქცირა, რაც საბანკო მომსახურებასაც აფერხებს. ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ იმედს არანაირი მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. არასდროს ჰქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებს თუ ორგანიზაციებს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ იმედს მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის რამდენიმე ბანკმა შესაძლო სირთულეების მიუხედავად გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნეს საქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები. იქნება ეს ანტიპიარი, ფინანსური პრობლემები თუ სხვა, რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს. ნამდვილად არ გსურს დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ ძალებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით 2007 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას. ტელეიმედი დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელმწიფო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ იმედის ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები ტელეკომპანიის ერთგული მეგობრების და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით უმოკლეს ბადაში სულ რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს სახელწოდებით იმედის ბანკი. ნათქვამია ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობის განცხადებაში.